ეხლა წყაროები ხო ყავს ბევრი. კი, ბევრი. თვითონ თანამშრომლები ხო ყავს შენი გაზეთის თანამშრომლები. ანუ იმათაც ხო ყავთ ძალიან. მთელი ქვეყანა ჩვენ ვართ. ხო, ჩვენ მე მყავს ერთი ადამიანი, რომელსაც ძალიან ბევრი წყარო ყავს, ძალიან ბევრი ინფორმაცია. ჩემზე მეტი? კი, შენზე მეტი. აუ. უბრალოდ რა არის, იცით? ამის პრობლემა ის არის თქვენთან, იმიტომ უნდა შეხვედრა, რომ აი ამ თავის სკანდალურ ინფორმაციებს არავინ არ უბეჭდავს. არც ერთ გაზეთში არ იბეჭდება და ნუ თქვენთან არა, ტროლი არ არის, ინფორმატორები ყავს, ძალიან ბევრი ინფორმატორები, ბევრი ინფორმაცია აქვს. ხო და ეს ადამიანიო თქვენ გაგაცნოთ პირადად იქნება თქვენთან დაინტერესდეთ, იმიტომ რომ ახლა შეგვიძლია კამერები გამორთოთ და ისე ვისაუბროთ, ახლა არ არის პრობლემა. თუ შეიძლება მობრძანდით. ხარია თქვენთან გამარჯობა ლანა. მადლობა რომ მომესით საშუალება რომ შევხედოთ ქალბატონელს. როგორ ბრძანდებით? კარგად, რა უქნა. აი წყაროები ეხაც მწერენ. წყაროები, ეს ჩემნაირი წყაროები არ იქნებიან ქალბატონელს. დიახ, მე ერთადერთი ოფიციალური ლიცენზირებული წყარო გახლავარ. ეხლა უყურეთ რა შესაქმე, მე მოგიყვებით ჩემს რამდენიმე გამოტანილი ინფორმაციას და თქვენ მიხვდებით ვისთან გაქვს ოპოზიციიდან. თავრობიდან გეტყვით. ოპოზიციაშიც მყავს ჩემები დიახ. ანუ ისინი ლიცენზირებულები არ არიან, მაგრამ ესეთი წყაროები არის. ეხლა უყურეთ რა შესაქმე, მაგალითად, ჩემი გამოტანილი ინფორმაციაა და მე გავხადე ეს ინფორმაცია საჯარო, რომ ემზარ კვიციანს მარწყვის კომპოტების ქარხანა აქვს სხვათა შორის. ეს პირველი მე გავხადე ეს ინფორმაციას. შემდეგ სააკაშვილის ჯიბეში რომ ერმილე ჩემ ხო არ ხარ? ერთი წუთი ნუ გავუსწრებთ მოვლენებს ერთი წუთი. სააკაშვილის ჯიბეში რომ ბენზინიდან 1 ლარი მიდიოდა, ესეც ჩემი გამოტანილი ინფორმაცია რომ იცოდეთ და ამანაც ძალიან კარგად იმუშავა და მეთანხმეთ ახლა. ხო, მაგრამ გუბაზი იყო ეგ, მე ასე მახსოვს ქუთაისში საარჩევნო გუბაზამდე საიდან მივიდა ელისო? ანუ მე მყავს ჩემი სპიკერები, ვისაც შეიძლება ვათქვა, მაგრამ მე მინდა რომ თქვენამდე მოვიდე. მე მინდა რომ მოვიდე თქვენამდე და დაიბეჭდოს უკვე ეს ჩემი უთხვარი ინფორმაციები, სხვათა შორის ნახეთ, აი დასტა მაქვს ინფორმაციები მოტანილი როგორც სამთავრობო, ასევე ოპოზიციური პარტიები, მრავალპარტიული ინფორმაციები მაქვს მოკლედ. გაგზელთ. ასევე სხვათა შორის ჩემი ინფორმაცია იყო ისიც გამოტანილი, რომ ბიძინა ივანიშვილი ქველმოქმედია და მეცენატი. ესეც მე გამოვიტანე. ხო, ძალიან ცოტა ხანი ამ ლეგიტიმურობამ ამ ინფორმაციის გაქაჩა, მე უკვე ვეღარ ვაჯერებ ვერავის მის ქველმოქმედებას, მაგრამ ესეც ჩემ სხვათა შორის თქვენზე და თემურ ალასანიაზეც ეს ინფორმაციაც მე გამოვიტანე. სხვათა შორის. იარაღით ვაჭრობაზე. დიახ. ეხლა უყურეთ, გავაგზავნოთ, რომელი ერთი დავიწყო, მაგალითად, მე ვიცი რომ თქვენ მთავრობის სადარაჯოზე ხართ, პირდაპირ მთავრობიდან დავიწყებთ. პარლამენტის თავმჯდომარეზე გნებავთ. აჩიკო თალაკვაძე, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე არის მელოტი. დიახ, და აქ ყველაზე სკანდალურია, მე მის სიმელოტესთან არავითარი პრობლემა არ მაქვს, მაგრამ აქ თავარი რა არის? პირდაპირ ბიძინა ივანიშვილის მითითებით ატარებს პარიკს. როდესაც ისინი შეხვედრიან ერთმანეთს, ბიძინას უთქვამს, რომ აჩიკოს რომ შეხედა, მას ხომ ბავშვური პირის სახე აქვს. ძალიან მაგონებს მელოტ ნიკანორ მელიას. ამიტომ ვერავიდან ამას დააფარით პარიკი. ესე იგი, ორივეს ხო ბავშვური პირის სახე აქვს. დაამსგავსა კობზონს, კი ბატონო. ინა თავმჯდომარეს რა უქნა, ის კიდევ არ მათქმევინოთ საერთოდ. იცით კობახიძეზე, რო შეხედა. ხო, რა. ის ხომ ქერა იყო თავიდან. შეხედა თუ არა, ეს მერლინ მონრო საიდან მომიყვანეთ. ესე უთქვამს. და მე შეაღებინა. მოკლედ, გითხარ, თალაკვაძეზე ეს დაიბეჭდება ეს ინფორმაცია როგორ? იქ თუ კიდე გავყვე. არა, გავყვე. გავყვე, ტესტებს არჩევ. როგორც ბატონი, ამბობს, ჩაზუსტება არის საჭირო. ჯანდაცვის მინისტრზე გნებავთ? ჯანდაცვისზე? ხო, აი, ეს გწოდნიათ, ხედავთ, თქვენს ყავთ ეთყობა რაღაცა. ჯანდაცვის მინისტრთან დაკავშირებით არის სერიოზული პრობლემები, კომუნიკაციის პრობლემა აქვს სამინისტროებს შორის, თვითონ ჯანდაცვის სამინისტროში კომუნიკაციის პრობლემა. ამ ქალბატონს არ ესაუბრებიან. არავინ არ ელაპარაკებს. არავინ არ იცოდეთ. არა, ეს ქალბატონი ხომ ბიძინა ივანიშვილის პირადი სტომატოლოგი იყო და მისი სახელი ამ ქალბატონის მხოლოდ ბიძინა მიცის, რა ქვია. დანარჩენებმა სახელი არ იციან. არ იცნობენ. ყოფდებით უხეფულია. ამ ხელა მინისტრი ქალბატონია იმანოთი ხო არ მიმართავენ, არა? ხო, და სერიოზი. იმანო. ყავს წყარო ჯანდაცვის სამინისტროში, რომელიც მოვა და პირადად პირადად. დიახ. სახელი რო არის. საინტერესო იქნება ჩვენი პრეზიდენტის ამბების თქვენთვის ალბათ, ხო? სინამდვილეში იცოდით, რომ ჩეხეთის სპეცსამსახურების აგენტია. ირანის ვიცოდი და ჩეხეთის ირანთან ეს პირდაპირი არ არის. სალომე ზურაბიშვილი ჩეხეთის აგენტია, თუმცა სრულად უსარგებლო აგენტია, იმიტომ რომ ჩეხურადაც ისე მეტყველებს, როგორც ქართულად. ის სარგებლობა ვერ მიაქვს იმათი ჩეხეთისთვის, მაგრამ ეხლა უყურეთ კიდევ ძალიან საინტერესო ამბები. პრეზიდენტის ადმინისტრაციაშიც მე რამდენიმე წყარო მყავს. თურმე როდესაც იძინებს,
ქალბატონი, სკოჩავენ, პირს უსკოჩავენ, რომ ძილშიც რაიმე სისულელი არ ილაპარაკოს. ადმინისტრაცია თვითონ უსკოჩავს. აი ფოტო დავხატავდა. გადმოვაგზავნინო? აი მე თუ ამ ფოტოს გადმოგიგზავნით. კი, ვაღიარებ რომ ხარ. ჩვენს გაზეთში ეს დაიბეჭდეთ. კარგი, მაშინ მეგეწვით. იცოდით რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში არალეგალურ, არალიცენზირებულ თამაშებს მართავს. ირანულ მამლებს აჩხუბებს. ირანული მამლების ჩხუბს მართავს. დიახ. და ერთ-ერთი მამალი სხვათა შორის ჩემი წყაროა იქედან და კიდევ რა ხდება ვერ წარმოიდგენთ რა საგიჟეთ. მამალი ჩემი რა ვიცი, გავყვე კიდევ გნებავთ ამბები. ანუ თქვენ ხშირად ახსენებთ თქვენ ძალიან ხშირად ახსენებთ სხვათა შორის გია ვოლსკის, ხო? ასეთი არის ასეთი. არის ასეთი კი. მოდელისტის მაშინ ძალიან სკანდალურ, უთულესად მოპოვებულ ინფორმაციას გია ვოლსკიზე. გია ვოლსკი სინამდვილეში თურმე არც ისე, მერე? რაღა მერე, ანუ ეს არის ინფორმაცია, გია ვოლსკი სინამდვილეში არც ისე. არც მერე. რა მერე რა ხვდებით, აი უტყუარი დასაწყისია გადამოწმებული ინფორმაციის. ხო, გია ვოლსკი თურმე სინამდვილეში არც ისე დასრულეთ, როგორც ვთქვა. 100% გადამოწმებული უტყუარი ინფორმაციაა წყაროსგან. მე აქ სასაცილოს ვერაფერს ვერ ხედავ. მაინტერესებს თქვენ გააქვთ რამე ისეთი? გავყვეგით. ოპოზიციურ პარტიებზე გადავიდე გნებავთ? ირმა ინაშვილზე გნებავთ? იცოდით სინამდვილეში რომ რუსეთის ქალი არ არის? აბა რა არის? არ არის, არა რუსეთის ქალი. აბა რა არის? რუსეთის კაცია. დიახ. თემა წყარო მიწა. სინამდვილეში ის რუსეთის კაცია. რა გითხრათ, აი, ამდენი ინფორმაცია წაგიკითხეთ, ფაქტიურად აქედან რა გითხრათ, რა ისეთი ინფორმაცია გააქვთ, აი ეჭვი არ გეპარეთ. ანუ თქვენ ხო გონიათ რომ მარტო ეს მაქვს, მე აი მაგალითად აი ნახეთ. ეს მეხსიერების ბარათი. შეხედეთ? 2019 წლის საუკეთესო სკანდალური ინფორმაციების კრებულია, ნახეთ? როგორი ბუკეტია. ნახეთ ხო? ნახეთ? იგზნობა სიმწვავე, ნახეთ? სწორედ მე ვიცოდი რომ აი აქ აუცილებლად დამეთანხმებოდი. 2019 წლის ყველაზე სკანდალური ინფორმაციების აი იცი რა მაინტერესებს, ისეთი რამე ინფორმაცია გაქვთ, რომ უტყუარი რო არის, მართალი როა ნამდვილად. არის ესეთი ინფორმაცია, ერთი ოღონდ უნდა მომცეთ ხელშეუხებლობის გარანტია, რომ აქედან მე გავალ და პრობლემა არ იქნება. კი ბატონო, გისმენთ. ხო, მართლა, შეიძლება ეს მითხრათ. არის მაქვს ესეთი ინფორმაცია, რომ ვანო სინამდვილეში დიდი შოუმენის და იუმორისტის ვანო ჯავახიშვილის შოუში ჩაწერის დროს წვიმის შეფების შხაფუნი შემოდის სტუდიაში. აი ეს ინფორმაცია მაქვს დანამდვილებით ვიცი 100%-იანი და ის ვიცი კიდევ რომ სუფლიორი ეთიშება ძალიან ხშირად. დიახ, ესეც ვიცი და სინამდვილეში მისი გრანდიოზული ეს ულამაზესი სტუდია კი არა, რაღაც საწყობია. აი აქედან გადის. რახან მათქმევინეთ თუ მე აი ამის ინფორმაციას. ეკორეკ ნამდვილი ამბავი. ნამდვილი ამბავია, მე რაღაც ანუ რა. ხედეთ. მოდექი ანდერგრაუნდ რაღაც გაბოვა რა. გავედი ახლა მე უნდა მიხედო ჩემს წყაროებს ამდენი ინფორმაცია მოედინება თუ არ დავხვდი და შევაგროვე არაფერი არ გამო. დამპირდით რომ დაბეჭდავთ აქედან. დიდი მადლობა ელისო, მიხარია რომ ლეგენდას შევხვდი. მადლობთ ვანო. გაიხარე, კარგად.